От государственный флаг Российской Федерации. Москвы. Дили сати. Внимание! Говорит и показывает Москва. Putinis აღლუმზე საპატიო ლოჟისკენ ოთარ ფარცხალაძე მიემართება. ბიძინა ივანიშვილის სანდო კაცი მარჯვენა ტრიბუნაზე იკავებს ადგილს, სადაც რუსეთის მმართველ ელიტასთან დაახლოებული პირების ხედან. გეორგიევსკის ლენტით გულზე ოთარ რომანოვ ფარცხალაძე აღლუმზე თანხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა. ამ დღეს მოსკოვში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები იყო. ბიძინა ივანიშვილის სანდო კაცი ზუსტად იმ ტრიბუნასთან დასვეს, სადაც პუტინს ახლო მანძილზე უნდა ჩაევლო. ასეთ ადგილებზე ან სპეცსამსახურებთან, ან რუსეთის პოლიტიკურ ელიტასთან დაახლოებული ხალხი ზის. თქვენი თანაგუნდელი დგას 9 მაის პუტინის გვერდით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ახლა ჩვენ მოსკოვში პუტინის აღლუმზე ფარცხალაძის ყოფნის დამადასტურებელ მტკიცებულებებს ვუჩვენებთ. წესით მისი გამოსაძიებელია ოკუპანტის სახელმწიფოს ლიდერებთან მჭიდრო კავშირში მყოფი ყოფილი მთავარი პროკურორის საქმე. ოხანაშვილმა უნდა დაადგინოს, როგორ იქცა ერთ დროს ქვეყნის ყველა საიდუმლოებაზე დაშვების მქონე მაღალჩინოსანი პუტინის გარემოცვის წევრად. საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი 9 მაის დგას აი აქ ნახეთ. კომენტარს არ ვაკეთებ, როგორც მითხეს ნიშნავს. 2 წელია სუსი იძიებს ფარცხალაძის კავშირებს რუსეთთან. დაინტერესდით, აი ძიება რა ეტაპზეა? 2 წელია ბატონო ანდრე, ხო ხვდებით რომ ეს ძალიან დიდი დროა. აი დაინტერესდით ამ საკითხით ბატონო ანდრე? უხერხო მდგომარეობაში მივიყენებ თავს. ჩემი პასუხი იქნება ერთ და იგივე. შეგიძლიათ დასვათ. ეძებთ რუსეთს აგენტებს და ჯაშუშებს. მე გიპასუხებ. წითელ მოედანზე გადაღებულმა კადრებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დააბნია. ანრი ოხანაშვილის მსგავსად ყოფილ თანაგუნდელზე საუბარს თავს არიდებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შეფიც. ქართულ ოცნებაში ყველა მიცის, რომ ფარცხალაძე ოლიგარქი სანდო კაცი და მოსკოვში მისი მთავარი დასაყრდენია. ამიტომ მასზე ნათქვამ ყველა სიტყვას სიფრთხილით ეკიდებიან. ოთარ ფარცხალაძე გადიკითხეთ თქვენ კაცო ერაშუაში ვარ. აი რა ინფორმაცია გაქვთ რუსეთთან ვიწყებთ რაიმე ახალი ტიპის მოლაპარაკებებს? რატომ არის ოთარ ფარცხალაძე იქ და ნახეთ, აი ნახეთ. რუსეთთან რამე მოლაპარაკებებს დაიწყეთ, თქვენ გამოგეპარება ტერორისტია, ემუქრება, ჩემ დასაცავებს ემუქრება თუ რაშია, თუ ჩემ ქვეყანას ემუქრება. შეერთებულმა შტატებმა ეს კაცი ერთ-ერთი პირველი დაასაქცირა, იმიტომ რომ რუსეთის სასარგებლოდ მუშაობდა. მომიტრიალეთ, არ გავაკეთებ კომენტარს რუსეთის სასარგებლოდ მუშაობა, ეს საფრთხე არ არის ქვეყნისთვის. რუსეთის სასარგებლოდ არ გამიგიამე, არ ვიცი. ბატონო აზორ, შეერთებულმა შტატებმა არ გავაკეთებ კომენტარს ახლა რატომ აწოვე? ოთარ ფარცხალაძე წითელ მოედანზე პრორუსული პარტიის სოლიდარობა მშვიდობისთვის ლიდერთან მამუკა ფიფიასთან ერთად იმყოფებოდა. ეს მათი ერთობლივი ფოტოებია. პუტინის აღლუმზე მისვლამდე ფიფია თბილისში იყო ჩამოსული საგანგებო მისიით. ჩვენ უნდა მივცეთ მანდატი ხელისუფლებას, ხელისუფლება უფრო თამამად იმოქმედოს. ეს კადრები შაბათის ეთერმა თბილისში სასტუმრო ამბასადორში 7 მაისს მოსკოვში პუტინის აღლუმზე ფარცხალაძის გამოჩენამდე 2 დღით ადრე გადაიღო. ოთარ რომანოვ ფარცხალაძის ნდობით აღჭურვილმა კაცმა ქართული ოცნების ყრილობის პარალელურად შეკრიბა ოლიგარქის პარტიის მხარდამჭერები. მაშინ როდესაც სანქცირებული ოლიგარქის პარტიის სანქცირებული წევრები დასავლელი პარტნიორების ლანძღვით რუსეთს ერთგულებას უმტკიცებდნენ. ოცნების პრორუსი მხარდამჭერები რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დასაწყებად ივანიშვილის რეჟიმს პოლიტიკურ ალიბს უქმნიდნენ. ჩვენ უნდა მოვახდენოთ მობილიზაცია ხალხის და მერე გადასაწყვეტი იქნება რა თქმა უნდა ხელისუფლების. ქართული ოცნების ლიდერის კახი კალაძის სიძე პაატა აბულაძე. რასაც კახი კალაძე ვერ ამბობს, თქვენ ამბობთ? მე თუ არ დავლეკე და კრემლიდან არ მივიღე რაზრიშენია, მართლა გეუბნები. მე დავარღვევ დღის წესრიგს. ქართული ოცნების წევრის ილია ინჯიას მამა ფრიდონ ინჯია. ფრიდონ ინჯია პარლამენტში აქ არ არის საუბარი. არაფერი კავშირი არ არის ეხლა, არაფერი. ეხლა თქვენ ხართ რუსული ინტერესების
ირაკლი კობახიძის დამცველი ნანა კაკაბაძე. რუსეთთან ფარული თანამშრომლობის შემდეგ პუტინის მოყვარულთა კლუბი ქართულ ოცნებას უმარტივებს გზას კრემლთან პირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყოს. თბილისში მოსკოვიდან საგანგებო მისიით ჩამოსულმა ოთარ ფარცხალაძის თანამოაზრემ და ახლო გარემოცვის წევრმა ქართული ოცნების ის მხარდამჭერების შეკრიბა, ვინც პრორუსულ განცხადებებს ღიად აკეთებს. სასტუმრო ამბასადორში ფორმალური მსჯელობის შემდეგ თქვეს, რომ მთელ საქართველოში იწყება ხელმოწერების შეგროვება რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების დასაწყებად, რაც საშუალებას მისცემს ქართულ ოცნებას ხალხის სახელით თქვას, რომ პუტინთან ოფიციალური ურთიერთობების აღდგენა საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნა. შეიძლება დიპლომატიურიც იყოს და შეიძლება პირდაპირ როგორც რუსები თავაზობენ პირდაპირ დაიწყოს დიალოგი მოსკოვში, სოხუმში, თბილისში და ცხინვალში. ივანიშვილის და კობახიძის მაშველი რგოლი ხართ ეხლა, რომელსაც შეუძლია შემდეგ თქვას, რომ რუსეთთან ურთიერთობები იმიტომ განვაახლე და აღვადგინე, რომ ეს ხალხს უნდოდაო. ამას აკეთებთ ხა? კიდევ ერთხელ, არც რგოლი ვართ და არც ადვოკატი. ხედავთ, რომ არის ხალხში არის ამისი მოთხოვნა. ვის კაბინეტში დაიწერა რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის სცენარი. ვიდრე ოთარ ფარცხალაძის სანდო კაცი თბილისში ქართული ოცნებისთვის რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების დასაწყებად ალიბის შექმნის გზებს ეძებდა, ის მოსკოვში რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორს შეხვდა. ეს ფოტო ნარიშკინისა და ფიფიას პირისპირ საუბარს ასახავს. ფარცხალაძის იდეა იყო, რომ ოცნებისთვის მანდატი შეგექმნათ, შემდეგ დიალოგის აუცილებლობა რომ აეხსნა. სამეფო კარის თამაშები საერთოდ აზე არა ვარ. ივანიშვილი და ფარცხალაძე ერთად თამაშობენ ამ სამეფო კარის თამაშებში. არ ვიცი ამაზე არაფერი საერთოდ. მე ვარ პატარა კაცი, დავდივარ მიწაზე და ვაკეთებ ქართულ საქმეს. ანუ ფარცხალაძე და ივანიშვილი დიდი კაცები არიან. ამ დიდმა კაცებმა დაგავალეს, რომ ეს ყველა მანდატი შეგექმნათ. ჩემი დავალება არაფერს არ შეიძლება. ყველაფერი წინასწარ გაწერილი სცენარით მიდის. შეიკრიბნენ. ფორმალური მსჯელობის შემდეგ კი შეთანხმდნენ, რომ ხალხის ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ. ამ შეხვედრისთვის ისეთი ხალხი შეარჩიეს, ვინც ქართული ოცნების სახელით თავს ესხმის ყველას, ვინც საქართველოს არა რუსეთთან, არამედ ევროკავშირთან დაახლოებას ითხოვს. ჩემზე ქართული ოცნების ერთგულის დედა ვატკიდე დაჟევამ. ეს პაატა აბულაძეა, დედაქალაქის მერის კახიკალაძის დის ქმარი. ოცნების ლიდერი სიძე ერთ-ერთი იქნება, ვინც რეგიონ ივლის და ხალხს რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების დასაწყებად მიმართვის ტექსტზე ხელს მოაწერინებს. მაგას ქვია უსაფრთხოების გარანტია. ასეთი პირობა დააყენა კრემლმა? არა, კრემლმა არა. ესეთ არა, რა შეოცნება. ნეტა წავიდეს. ეუბნებით ხოლმე კახის ამას. სულ მაგას უთიშინებთ 2011 წლიდან. თქვენი შეგონებით ხომ არ დაადგა რუსულ გზას ახლა? შაქარი და თაფლი. ახლა თქვენ ხელმოწერებს შეაგროვებთ და შემდეგ კალაძე და მისი გუნდი იტყვის ხალხს უნდა დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა, ამიტომ ნეტა ეგრე მოხდება. შეხვედრაზე ქართული ოცნების მხარდამჭერი ღიად პრორუსული ხალხი შეკრიბეს. მათ შორის არის ფრიდონ ინჯია. ინჯია მეათე მოწვევის პარლამენტის ქართული ოცნების სატელიტი დეპუტატი იყო. იმის გამო, რომ პარტიას დამოუკიდებლად არჩევნებში მონაწილეობის და ბარიერის გადალახვის შანსი 2024 წელს არ ჰქონდა, მე-11 მოწვევის არალეგიტიმური პარლამენტის სიაში ოცნებამ ინჯიას ვაჟი ჩასვა. ილია ინჯია ახლა თეა წოლუკიანის რევიზიის კომისიის წევრია. მამა კი რუსეთთან პირდაპირი ურთიერთობების გეგმებს ალაგებს. აუცილებელია და ალტერნატივა არ აქვს. დიალოგში ვინ უნდა იყოს ჩართული? ქართული ოცნება და არჩევნების დეპუტატის მამა ხარ და დიდი ხანია ამ გუნდთან ახლო კავშირში მყოფი პირი, რომელიც პარლამენტში იჯდა. ძალიან კარგი. ახლა კობახიძის სურვილი, რომ ხალხს უნდა რუსეთთან და ამიტომ ვიწყება ეს ხელმოწერები, ამიტომ დაიწყეთ? მე კიდე გეუბნები თქვენ, არ გამოგივათ ის, რაც თქვენ გინდა. ცოტა ხანი კიდე 1-2 თვე და დამთავრდება თქვენი ეს ყველაფერი. თქვენი დეპუტატი ქართული ოცნების დეპუტატის შვილი როგორ ფიქრობს, რუსეთი ოკუპანტია? იცი რა,
თქვენ ამით არ გამოგივათ არაფერი. გეგმა ასეთია: რეგიონები უნდა მართონ, ხელმოწერები შეაგროვებინონ და შემდეგ კობახიძეს გაუგზავნონ. ხალხი ითხოვს და დაიწყე პირდაპირი დიალოგი რუსეთთანო. ქვეყანასთან, რომელმაც საქართველოს 20%-ის ოკუპაცია მოახდინა და დღემდე საქართველოს მოქალაქეებს საოკუპაციო ხაზთან რუსი ჯარისკაცები კლავენ. ბატონო კახი, გამარჯობა. თქვენი სიძე აპატაბულაძე თქვენი ენით მეტყველებს, როდესაც საუბრობს, რომ რუსეთთან ურთიერთობები უნდა აღადგინოს. არ გესმით ბატონო კახი, რო გეკითხებით. ხელმოწერების შეგროვებას იწყებს და თქვენი დავალებით აკეთებს თქვენი სიძე ამ ყველა. კახი კალაძე ჩვენი კითხვის მოსმენისთანავე გარბის. დედაქალაქის მერს და ქართული ოცნების გენერალურ მდივანს არ აქვს პასუხი კითხვაზე, მოქმედებს თუ არა მისი სიძე, მისი დავალებით. დაცვის დახმარებით კითხვას გაურბის სანქცირებული შინაგან საქმეთა მინისტრიც. დაიწყეთ რუსეთთან ურთიერთობების დალაგებაზე მსჯელობა და მოლაპარაკებები, მას შემდეგ რაც სანქცირებულები და იზოლირებულები ხართ. პრორუსული პარტიის მეშვეობით აპირებთ ამ ყველაფრის დალაგებას. რუსული რბილი ძალა გავლენების მისაღებად საქართველოში მთელი ძალით ამუშავდა. ვიდრე იქნებოდა პოლიტიკოსების შეკრება რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყების მოთხოვნით, მანამდე იყვნენ ბიზნესმენები. მაშინ, როდესაც პოლიტიკური კრიზისის გამო საქართველოში დასავლელი ბიზნესმენები ბიზნესის საკეთებლად აღარ შემოდიან და არც ფული შემოაქვთ, ბიზნესის სახელით ივანიშვილის რეჟიმი რუსული ფულის შემოტანაზე მუშაობას იწყებს. ეს არის 2025 წლის 28 იანვარს დაფუძნებული ქართულ-რუსული ბიზნეს ასოციაციის წესდება. აქ პირდაპირ წერია, რომ მათი მიზანი საქართველოთი რუსი ბიზნესმენების დაინტერესებაა. ასოციაცია შეასრულებს პლატფორმის ფუნქციას. ერთის მხრივ წარმოაჩინოს საქართველოს ბიზნეს ინფრასტრუქტურის შესაძლებლობები და მეორეს მხრივ გამოკვეთოს დაინტერესება რუსეთის ბიზნეს წრეებში. საპროტესტო აქციების პიკში, როდესაც დარბეული და ნაწამები მომიტინგეები ისევ ევროპული კურსის მხარდასაჭერად ქუჩაში იდგნენ, სასტუმრო შერატონში ქართულ ოცნებასთან დაახლოებული ბიზნესმენები შეიკრიბნენ და ქართულ-რუსული ბიზნეს ასოციაცია დააფუძნეს. ორგანიზაციას, რომლის მიზანია რუსი ბიზნესმენების დარწმუნება, რომ საქართველოში ფული ჩადონ, ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი გიორგი მუსხელიშვილი და რუსეთის მოქალაქე მარად შაიდაევი ხელმძღვანელობენ. რადგანაც მთავრობა ვერ ახერხებს იმ დახმარებას, ჩვენი საშუალებებით გავეხმარებით მათ, რომ შეუქმნათ ნორმალური სავაჭრო პირობები როგორც საქართველოში, ისე რუსეთში. მოსკოვს როგორ დაუკავშირდით? აბა როგორ უნდა აწარმოოთ გამარტივების შესახებ მოლაპარაკებები რუსულ ბაზარზე? რეალობაში რა უნდა გააკეთოთ? მე გითხარით, მომიწევთ გადაცემაში ვცლად ვისაუბრებთ. შაბათის ეთერის ინფორმაციით, ეკონომიკური კოლაფსის თავიდან ასარიდებლად ირაკლი კობახიძემ მოსკოვში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს მამუკა მერკულაძეს ისეთი რუსი ინვესტორების მოძიება დაავალა, ვინც საქართველოში ფულს შემოიტანდა. პოლიტიკური სკანდალის თავიდან ასაცილებლად კი ბიზნეს საბჭოს შექმნა გადაწყვიტა. თითქოს ამას ბიზნესი აკეთებდა და მთავრობა არაფერ შუაშია. თუმცა საქართველოში რუსული ფულის შემოტანის საიდუმლო ოპერაცია მაინც გაიშიფრა. რეალობაში ეს ქართული ოცნების განაცხადია თქვენი სახელით, ბატონო გიორგი. თქვენ მელას რაც ესიზმებოდა, ისე უნდა ხოთ გამოთქვარო. ქართულ-რუსული ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელისთვის მოსკოვში ირაკლი კობახიძის მიერ საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელად დანიშნული მამუკა მერკულაძე უცხო არ არის. გიორგი მუსხელიშვილი და მამუკა მერკულაძე ერთად ფლობენ კომპანია გეოჩაის. როგორც ჩანს, მოსკოვში გაგზავნილმა საქართველოს მთავრობის წარმომადგენელმა ქართული ეკონომიკის რუსული ფულის ტყვეობაში მოქცევის საიდუმლო ოპერაცია საქართველოში მისთვის სანდო კადრს ჩააბარა. თავარი მომლაპარაკებელი მერკულაძე იყო რუსეთთან და აქ ლევან დავითაშვილი და პერტაია ეს კავშირები იყო. არა, მერკულაძე არ ყოფილა თქვენი მთავარი კავშირი თავარი მომლაპარაკებელი არ ყოფილა. მომლაპარაკებელი იყო მთავარი არა? არა, საერთოდ არ ყოფილა მომლაპარაკებელი. აბა საქართველოს რუსეთის ასოციაცია. მას როგორ შეუძლია მომლაპარაკების გარეშე როგორ დააფუძნეთ? იქნება რუსები საერთოდ არ გეხმარებიან და ან ჩვენ გვაქვს ბიზნესმენებთან ურთიერთობა, გესმის? ჩვენ ხო არ გვაქვს მთავრობასთან ურთიერთობა.
დასავლური სანქციების ფონზე რუსეთიდან ფულის შემოსატანად შექმნილი ორგანიზაციის წევრებს შორის არის ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის, ბიზნეს პარტნიორი ბახტანგ კარიჭაშვილი და საპატრულო პოლიციის სანქცირებული შეფის ვაჟა სირაძის ძმის პარტნიორი რუსი ბიზნესმენი მარად შაიდაევიც. ვისი სახელით ელაპარაკებიან რუს ბიზნესმენებს, რომ საქართველოში ფული ჩადონ. მუსხელიშვილი მამუკა მერკვილაძის ბიზნეს პარტნიორია. მერკვილაძე კობახიძის მიერ რუსეთში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელად დანიშნული პირი. მოსკოვიდან საქართველოში ფულის შემოტანაზე უნდა ილაპარაკოს ქართული წარმოშობის რუსეთის მოქალაქე ლავრენტი ანჩაბაძემაც. ანჩაბაძე საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის თავმჯდომარის გიორგი პერტაიას ბიზნეს პარტნიორია. რა კავშირი გაქვთ ამ ბიზნეს ასოციაციასთან? არანაირი კავშირი. აი თქვენ რაც გაქვთ ამოღებული ეს მონაცემები რო განაახლოთ კარგად, ამ კომპანიაში მე აღარ მონაწილეობ საერთოდ, ქისტონთან კავშირი არ აქვს. ამ კომპანიას სხვა მონაწილე არ არსებობს და ისე დატოვეთ რომ რეესტრში არა, ხელშეკრულება მოწერილი არის ყოჩოლებრივად და იმაში რეესტრში საიტზე. წილი გაყიდეთ ბატონო გიორგი? გამოვედი მთლიანად ყველა წილები. ბიზნეს პარტნიორთან არ განგიხილავთ და არ უთქვამს რომ რა თქმა უნდა, არა, როგორ შეიძლება ეგეთ რამე ბიზნეს ასოციაციის დაფუძნებას ვაკეთებთ. ადამიანი რომელიც მოდიხართ სამსახურიდან წარმოიდგინეთ. იმის მენეჯმენტს დაუწყებთ რაღაცას ლაპარაკს თუ თქვენი ხო არა. თქვენი გავლით არ დაალაგდა ეს თემები ბატონო გიორგი. როგორ უნდა დაალაგებული ხო? კავშირები. არანაირი კავშირი არ აქვს. რას ლაპარაკს? აი რა. ეს ინტერვიუ გიორგი პერტაიასთან ჩვენ 29 იანვარს ჩავწერეთ. ამ დროს ის ანჩაბაძესთან ერთად ფლობდა კომპანია Keystone Powers და Keystone Agros. ლავრენტი ანჩაბაძე მისი კომპანიების დირექტორია. თემურ ანჩაბაძე კი კომპანიების მეწილე. ინტერვიუში პერტაია გვიმტკიცებდა, რომ ქართულ-რუსულ ბიზნეს ასოციაციის დამფუძნებლთან ბიზნეს კავშირი აღარ ჰქონდა, თუმცა დოკუმენტები მათ საერთო ბიზნესს ადასტურებს. პერტაიამ კავშირების კვალის წასაშლელად ბიზნესის წილი ამ ინტერვიუს ჩაწერიდან 2 კვირაში 12 თებერვალს გადააფორმა. ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა დიდი ბიზნესი ანჩაბაძეს $2000 მიჰყიდა. როდის დავტოვო კომპანიები რა მითხარი? რამდენი კვირა? ანუ ბიზნეს ასოციაციის დაფუძნების პერიოდში მიიღეთ გადაწყვეტილება. არა, კავშირი არ აქვს. არა, ერთი წელია პროცესი მიდის, რომ ჩვენ ვიშლებით, ან მე გამოვდივარ ამ კომპანიიდან. საერთოდ ამასთან კავშირი არანაირი. ერთი წელია ანჩაბაძესთან არ გიკონტაქტია, ამას მე ვუყურებ. არ კონტაქტია რა შუაშია. კიდევ ერთხელ გიხსნით, რომ ერთი წელი არის პროცესი, ესე არ ხდება ერთ დღეში გამოსვლა რა, იქ უამრავი თემები იყო, დასამთავრებელი რაღაც სამუშაოები და ერთი წელი ამას ვაკეთებ. გაყიდვას დაჭერდა 1 წელი ბატონო. კი, შეიძლება 10 წელიც დაჭერდეს. გიორგი პერტაია ბიზნესისთვის საჭირო კაცია. საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა, რომელიც სახელმწიფო უწყებაა ბიზნესს, უპრობლემოდ მუშაობისთვის ყველაზე მეტად სჭირდება. ის უზრუნველყოფს მეწარმე სუბიექტებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას. იყო თუ არა ქართულ-რუსული ბიზნეს ასოციაციის შექმნის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი და ქართული ოცნებისთვის მაშველი რგოლი. ამ კითხვამ პერტაია წყობიდან გამოიყვანა. თქვენ არიყავით შუამავალი რგოლი როგორ უნდა ყოფილიყო? ლევან დავითაშვილთან და როგორ უნდა ყოფილიყო? როგორ წარმოგიდგენიათ? როგორ და ძალიან ჩვეულებრივად მარტივად ბატონო გიორგი. ლაპარაკეთ ამით მონოლოგში გააგრძელეთ. მონოლოგში რატომ დაგაგრძელოთ? რუსეთისთვის ეს განაცხადი იყო, რომ მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებდით. ახალი ორგანიზაციის წესდებაში, რომელმაც საქართველოში რუსული ბიზნესის შემოსვლა უნდა წაახალისოს, პირდაპირ წერია, რომ მათი საქმე იქნება ლობიზმი და სამართლებრივი ფანჯრის შექმნა. ასოციაციის დამფუძნებლები ღიად ამბობენ, რომ იმ ბიზნესმენების ლობირებას მოახდენენ, რომლებიც მათ მიერ შექმნილ რუსული ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციას შეუერთდებიან. რუსეთ-საქართველოს შორის ვაჭრობის სამართლებრივი პროცედურების გამარტივება კერძო სექტორს არ შეუძლია. ამის ბერკეტი მხოლოდ კრემლს და ოფიციალურ თბილისს აქვს. გასცა თუ არა რუსული კაპიტალის საქართველოში შემოტანის შემთხვევაში პროცედურების გამარტივების გარანტიები ივანიშვილმა. ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ზაზა ნიშნიანიძე ამ კითხვის დასმისთანავე გარბის. ერთი წამი ხარ გაიქცეთ რა მარტივი კითხვები გვაქვს ბატონო ზაზა რა სამსახურება რუსეთ-საქართველოს ასოციაცია ყველაფერი მოხდა ასე რომ გარბიხარ გვაინტერესებს
თბილისში ქართულ-რუსული ბიზნეს ასოციაცია რომ მთავრობებს შორის შეთანხმების შედეგად შეიქმნა. ეს მოსკოვში რუსეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოზე რუსეთის სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტის განცხადებამაც დაადასტურა. ვლადიმერ პუტინის სანდო კაცმა პირდაპირ თქვა, რომ კრემლის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებით დაინტერესებულია. რუსეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს პირველი სხდომა თბილისში ასოციაციის დაფუძნებიდან ერთ კვირაში ჩატარდა. ევროპული და ამერიკული სანქციების შემდეგ, რომ რუსეთი მთავრობისთვის მთავარი პარტნიორია, ამას არც ქართული ოცნება მალავს. სავაჭრო ნაწილში ჩავთვალოთ, რომ მნიშვნელოვანი პარტნიორია, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის სპეციფიური პარტნიორი. ივანიშვილის ვიცე-პრემიერის პოზიცია რუსულმა მედიამ მაშინვე აიტაცა. როგორ თქვა საქართველოს პრემიერმა, რომ რუსეთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია.